ციხე აუცილებელი მოგერიების გამოცნების სასამართლომ ანატოლი გიგაური, რომელმაც თავი მოძალადე პოლიციელისგან დაიცვა, 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროდასალური აქციების მონაწილეს და ნაციონალური მოძრაობის წევრს მზია ამაღლობელის მსგავსად მუხლი გადაუკვალიფიცირეს და პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს. არადა კადრებითაც დასტურდება, რომ კაცი თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, როცა პოლიციელს ხელი მოუქნია. ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ დაზარალებული სტატუსის მქონე პატრულ ინსპექტორმა ანატოლი გიგაურს პირველმა დაარტყა მუშტი სახეში. პროდასალური აქციების მონაწილეს დაკავების შემდეგაც გაუსწორდნენ ფიზიკურად, მას დაზიანებები მიაყენეს, თუმცა არავინ დასჯილა. ჯვებენ აჭყებიას კანონი აძლევდა უფლებას სინდისის პატიმრისთვის ჯარიმა ან შინაპატიმრობა შეეფარდებინა, თუმცა ის უკანონო პატიმრობაში გაუშვა. ლიზი ვეკუა მუშაობს საქალაქოში, რომელიც დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. დიახუკა სინდისის პატიმარ ანატოლი გიგაურს მოსამართლე ჯვებენ აჭყებია 2 წელი მიუსაჯა. მას თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ჯვებენ აჭყებია მას ბრალი გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ქმედებას, რომელიც არის წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა პოლიციის თანამშრომლის მიმართ, რომელიც ითვალისწინებს როგორც შინაპატიმრობას, ასევე ფულად ჯარიმას და 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ გადაწყვიტა, რომ ანატოლი გიგაურს 2 წლიანი პატიმრობა ეკუთვნის და მას მიუსაჯა. პროცესის შემდეგნაირად განვითარდა, საბოლოო სიტყვა ჰქონდა დარჩენილი. ანატოლი გიგაურს მან დაიწყო საბოლოო სიტყვის თქმა იმით, რომ იმის მიუხედავად თუ რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა და ამისკენ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებასაც. ანატოლი გიგაურმა ისაუბრა ასევე მისი დაკავების მომენტზეც გაიხსენა ის გარემოებები, რომ პოლიციელმა მას იძალადა და ის იგერიებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლს, სწორედ ამას ამბობდა დაცვის მხარის ყველა წარმომადგენელი ყველა პროცესზეც. ანატოლი გიგაურმა ასევე თქვა, რომ მისი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ის ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ იღებდა პროევროპულ აქციებში მონაწილეობას, ასევე ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის. ანატოლი გიგაურმა თქვა, რომ ის ციხიდანაც გააგრძელებს ბრძოლას და არ გაჩერდება, მანამ სანამ საქართველო არ გახდება თავისუფალი. მინდა მთავარი ჩემი ბოლო სიტყვა გამოვიყენო ზუსტად იმ გარემოებაზე, თუ ვინ მოგვიყვანა ბატონმა პროკურორმა მოწმედ, დავიწყა პირველი პოლიციელით, ადამიანი მოვიდა, ვისაც ვეუბნებოდი, რომ როდესაც ჩემი უფლებები ირღვეოდა, თავად რას აკეთებდა. მისი პასუხი იყო, რომ ის მისი საქმე არ არის და ადამიანის უფლებების დარღვევა მათ არ ეხებათ. მეორე პოლიციელი მოგვიყვანა, რომელმაც თქვა, რომ ჩემთან შემხებლობაში არ ყოფილა, რაც მოიტყუა. კადრები არსებობს, მესამე პოლიციელმაც იგივე თქვა. ამათი ნდობა არ შეიძლება მოიყვანა შემდეგ გამომძიებელი, რომელმაც თქვა, რომ მე თითქოს დუმილის უფლება გამოვიყენე, მაგრამ მერე შეცვალა ჩვენება. შემდეგ კიდევ ერთი გამომძიებელი, რომ თითქოს კადრში, რომელშიც პოლიციელი მე მირტყამს, ეგ ვერ ნახა. მოიყვანა მწამებელი, ვითომ დაზარალებული კაცმა, რომელმაც ბორკილებ დადებულს ტვინის შერყევა დამართა და მუშტები თავში მირტყა. ამის მერე უნდა ახსენოთ სიტყვა სამართალი და ის არის დაზარალებული. მე და მე სხა თავს, მე მაწამე 9 თვეა ციხეში ვარ და ახლა მე უნდა დავიწყო ლაპარაკი სამართლის ხსენებაზე. მე გითხარით გაჩვენეთ კადრები, სადაც გაბუნია მირტყამს სახეში, რადროსაც მე ვაკავებ მას იდენტიფიცირების მიზნით. გამოვიხედე ტელევიზიებისკენ, მომყავდა. ისე ვიგინება და დარტყმას ცდილობს. მეც მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ ვიცოდი, რომ პროვოკატორი იყო და არავყევი. რატომ მამყოფებ ციხეში, ვიბრძოლებ ციხეში. ჩემო მეგობრებმა მაჩვენეს, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა. ახლა როგორც შემეძლება, ისე გავაგრძელებ ბრძოლას. ახლა თქვენ ხართ სათავეში. როდემდე უნდა გაგრძელდეს? ასე მგონია, რომ იმიტაციას ხმით, რომ ვითომ რაღაც იმედი ჩამისახოთ და მე ამ იმედზე უფრო დიდი იმედგაცრუება ჩამისახოთ. მე არც დავუშვებ, რომ თქვენ ამ გადაწყვეტილებაზე სხვა შესაძლებლობა გექნებათ. მით უმეტეს მაშინ, როცა მე ნაციონალურ მოძრაობას წარმოვადგენ. არაფრის იმედი არ მაქვს, თქვენ ხედავდით, როგორ იჭამდნენ მოწმეები ტუჩებს და მე მიყურებდით მე მართალ ადამიანს. დანარჩენი თქვენზეა ბატონო მოსამართლე, რაც გინდათ ის გიქნიათ. მე გითხარით, რომ ჩემი დაკავება არის პოლიტიკურად მოტივირებული. ანატოლი გიგაურის ოჯახის წევრების და მისი გულშემატკივრების შეფასებით საქმეში არიდო არანაირი მტკიცებულება. პირიქით, ანატოლი გიგაურის საქმეში არსებული პოლიციელები არიან მოძალადეები და ისინი უნდა დასჯილიყვნენ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, თუმცა ამბობენ აქ შეკრებილი ადამიანებიც, ასევე ანატოლი გიგაურის მეუღლეც, რომ არ ჰქონდათ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი მათ და ამბობენ იმასაც, რომ არ გაჩერდებიან მანამ სანამ ბრძოლას არ შეწყვეტენ, მანამ სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება და საქართველო არ იქნება თავისუფალი. გაჩვენებენ თავს, რომ რაღაცა დათმეს ამ დროს.
არ არის დამნაშავე, რა თქმა უნდა დამნაშავე არ არის, პირიქით იძალადეს, ჯერ რუსთაველზე სცემეს, მერე დაჭერის დროს სცემეს, მერე მიყვანის დროს სცემეს და ვინ არის დაზარალებული. თვითონ ისიც კი შეუყვანეს და იმას აცემინეს კიდე, ესეთი რაღაც კაცური საქციელები ჩაიდინეს და ამ დროს კიდე, მაგრამ ეს ასე აქ არ დამთავრდება, ესე იოლად არაფერი არ მთავრდება. როგორც ჩემმა მეუღლემ თქვა და როგორც მყარად დგას, ჩვენც ესე მყარად ვდგავართ, გვერდზე ვდგავართ, ყოველთვის გვერდზე დაუდგებით და ჩვენ ვიამაყებთ მისით და ყოველთვის სიამაყით ვიქნებით აღვსილები და თვითონ არის ისეთი პიროვნება, რომელიც შეეწირება თავის სიმართლეს, რა თქმა უნდა და გაიტანს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ეს მან თავადვე აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე და ამიტომ ჯვებე ნაჭყებია მოსამართლე წოდებულმა პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ის დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული ნათელი მომავლის მხარეს და რომელიც ვინმე ვახტანგ გაბუნიამ აწამა ბორკილებზე ხელებ დადებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა და ყოველად ცინიკურად რეჟიმისთვის დამახასიათებელი ცინიზმით, რომელიც არაერთ სხვა პოლიტიკურ საქმეში გვინახავს, ეს ბატონი გაბუნია შემდგომ სრულმოწმედ გამოიყენა სისტემამ. ესე თეთრი ძაფით არის ნაკერი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური საქმე. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ანატოლი გიგაური პოლიციელს არამედ ესხმოდა თავს, არამედ მას იგერიებდა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მას ბრალი გადაუკვალიფიცირეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ანატოლი გიგაური უკვე 9 თვეა რაც ციხეში იმყოფება და მის თავისუფლებამდე წელიწადი და 3 თვეა დარჩენილი.